და გრძელდება იმედის დილა, დღეს პარასკევია და დროა რომ ეთერი დაუთმოთ სამედიცინო რუბრიკას. საკმაოდ საინტერესო რუბრიკაა. ნამდვილად, რომელსაც წარუძღვება ჟურნალისტი ნატა ნიჟარაძე. მივესალმოთ მათ. მოგესალმებით, გამარჯობათ. დღეს არის პარასკევი და რუბრიკა GPS-ის რჩევები. ეთერშია, ძალიან მიხარია რომ ვარ ამ სტუდიაში, ყოველთვის ვამბობ და ჩვენი დღევანდელი თემა იქნება საჭირო ყველა ქალისთვის. ასე რომ დარჩით ჩვენთან. სამედიცინო რუბრიკის სპონსორია GPS. სასარგებლო რჩევები თქვენი აფთიაქისგან. საჭირო რჩევები GPS-ისგან. ჩვენ ვისაუბრებთ დღეს თემებზე, რომელიც ყველა ქალისთვის ადრე თუ გვიან საჭირო იქნება რომ მიიღოს, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც აუცილებლად მოვა. ეს არის ცვლილებები, რომელიც ქალის ორგანიზმში 48 წლიდან 50-მდე პერიოდში იწყება და ამ დროს ის გაცილებით უფრო დაუცველად გრძნობს თავს, ვიდრე სხვა დროს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ წინასწარ გვეცოდინება, როგორ შეიძლება ავირიდოთ ძალიან ბევრი პრობლემა, ეს იქნება გაცილებით უფრო კარგი. ამაში დაგვეხმარება ბატონი არსენ გოინატაძე, რომელიც ჩვენი გადაცემის სტუმარია, ჩვენი რუბრიკის და სწორედ მისგან მივიღებთ საჭირო რჩევებს. ბატონი არსენი გახლავთ თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. ამის გარდა არის გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი და სწორედ მას ყავს ძალიან ბევრი პაციენტი. ექიმი, მოკლედ ამ სფეროში მუშაობს და ძალიან კარგი რჩევები აქვს ჩვენთვის მომზადებული. ჯერ ზოგადად ვთქვათ რა არის, სანამ ამაზე ვისაუბრებთ, რას ნიშნავს, რა იწყება ამ დროს ორგანიზმში და რას უნდა შევეჯახოთ ყველა ვარიანტში. მოგვიწევს. დილამშვიდობის, მივესალმები სრულიად საქართველოს და მე შევეცდები განვმარტო ის ლამაზი შესავალი, რომელიც თქვენ გააკეთეთ ბოლოს და ბოლოს რა არის, ალბათ ხალხი დაინტერესდა რაზე ვისაუბრებთ. რომელ ცვლილებებზე და რა პერიოდზე. მე ვიტყოდი რომ მიღებული ტერმინია რომ ადამიანები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა აქტივობით გამოირჩევიან. შესაბამისად, ისევე როგორც წელიწადის სხვადასხვა დროს აქვს თავისი ეშხი, ალბათ ძნელი იქნება სათქმელად, რომელი წელიწადის დრო სჯობია. ხოლო შემოდგომას ქალის ცხოვრებაში უწოდებენ პერიოდს, როდესაც მოწიფული ქალი, ან უფრო მეტად უკვე წარმატებული მათ შორის ცხოვრების წესით, დაახლოებით 50 წლის ასაკიდან, ეგრეთ წოდებული მენოპაუზის, ანუ კლიმაქტერიული პერიოდი. არის თუ არა ეს პათოლოგია, არის თუ არა დაავადება, ზოგადად ამბობენ ხოლმე რომ ეს ზოგს გონია რომ არის. დიახ, თავისი არსით, როდესაც სიტყვას კლიმაქსს ახსენებენ, ადამიანები შეურაცხყოფილად ფლიან თავს. კლიმაქსი თავისი არსით არ წარმოადგენს დაავადებას, ეს იგივე კლიმაქტერიული პერიოდი, ეს არის ნორმალური ყოფა ადამიანის ცხოვრებაში და უნდა გითხრათ, ყველამ თავის თავს შეხედოს და სარკეში ჩაიხედოს, ამ ასაკში როგორი გაფურჩნილი, წარმატებული, პოეტური თუ მხატვრული, ასე ვთქვათ, აღმაფრენით, რადგანაც ევროპელი ქალები თეთრი რასისა, ცნობილია რომ დაახლოებით 79 წლის განმავლობაში საშუალო ასაკი ცხოვრებისა გახლავთ ესა, ხოლო 25-30% 50 წელს ზემოთ მოსდის. მაშინ, როდესაც წარმატებულია უკვე ოჯახში, კარიერაში, სამყაროში თავისუფალი გახდა, სწორედ მაშინ სჭირდება მას კარგი სასიამოვნო ცხოვრება და მე ხშირად ამას ასეთ დეფინიციას ვადარებ. როდესაც ჩვენ ახალგაზრდები ვართ და ჩვენი ენერგია უზღვავია, როგორც მოცურავე, რომელიც თავდაუზოგავად ცურავს, გადადის ასაკის მიხედვით შემდეგ მეორე ეტაპზე, როდესაც ერთი კარგად მძლავრად უნდა მოუსვა და მე გასრიადე წყალზე და უფრო სწრაფად და სიამოვნებით იცურო, ვიდრე ახალგაზრდობაში. ძალიან რომანტიკულად აღწერეთ ეს პერიოდი. ორგანიზმში რა ხდება ამ დროს? მე ვიცი რომ რაღაც ჰორმონალური ცვლილებები მიდის, სწორედ ეს იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას ქალის ორგანიზმში და იწყება სტრესები. 73%-ში ეს არის ძალიან აქტიური მდგომარე, თუმცა მათ ამ ყველაფრის განეიტრალება შესაძლებელია. შესაძლებელია ქალის მდგომარეობა შესუსტდეს. იყოს აი ეს მაჩვენებლები, რომელიც ახასიათებს თქვენ ამაზე საუბრობთ. კი ბატონო. სიამოვნებით, ეს უკვე ეხლა უფრო საქმიანად რო დავბრუნდით, ეს გახლავთ ერთადერთი ქართულენოვანი სახელმძღვანელო კლიმაქტერიული სინდრომზე, რომელიც ჩვენს კლინიკას და მის ხელმძღვანელს ზურაბ საბახტარაშვილს ეკუთვნის და შესაბამისად აქ არა მხოლოდ მედიცინის, ისე ვთქვათ, სპეციალისტებისათვის, არამედ პოპულარულ ენაზეც წარმოსახულია ის ცვლილებები, რომელიც ესტროგენ დეფიციტის სახელით არის ცნობილი. ანუ ქალის სასქესო ჰორმონი ესტროგენი, რომელიც ნელ-ნელა გადის ავანსცენიდან ამ პერიოდში, ხდება მისი დეფიციტი
ზოგჯერ მწვავე, ზოგჯერ შედარებით ნაკლები და შესაბამისად უამრავი სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ამ პრობლემასთან. კერძოდ, ალები ახსენეთ თქვენ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინება აღნიშნული პრობლემის და ის იწყება ერთეული მომენტებიდან. მე ვიცი რომ კიდე სხვა სიმპტომებიც არსებობს და საკმაოდ მძიმედ შეიძლება მიმდინარეობდეს, თუმცა აღმოჩნდა რომ ყველაფერს შეიძლება ვუშველოთ თუ დროულად მოვინდომებთ, მაგალითად ჯანსაღი ცხოვრების წესი ვიცი რომ ეხმარება ამ ყველაფერს, ანუ თუ ქალი აქტიურია, უვლის თავის თავს და აი დანარჩენი კიდე რა უნდა გააკეთოს რომ თავი გაკეთოს, ამას ვარდნა. აქვე შეიძლება თუ არა ყველაფრის შველა ჩვენ წინასწარი საუბრის დროს მე დღეს ავიღე ოფიციალური ფრება ჩემი 10 წლის ქალიშვილისგან მარიამ გურიტაძისგან და მისი სიტყვებიც გამოვიყენებ, რომელიც თავის დროზე მე ვასწავლე, რა თქმა უნდა. გამოუვალი მდგომარეობები ნამდვილად არ არსებობს. მით უმეტეს, როდესაც თუ ჩვენ ვიცით წინასწარ თქვენ პროფილაქტიკა ახსენეთ, პროფილაქტიკა ანუ საკუთარი თავის პატივისცემა, მე ასე ვიტყვი ხოლმე და მისადმი დიდი ყურადღება, გახლავთ სწორედ ერთ-ერთი მთავარი გასაღები, როდესაც ესტროგენ დეფიციტის მწვავე პრობლემებამდე, რომელიც შეიძლება დეპრესიით, უმძიმესი სხვა პრობლემებით, ოფლიანობა, ალები, გულსის ძარღვთა პრობლემები, მუდმივი შიში, სიკვდილისა და განცდა და სხვა ეს ყველაფერი ძიმე ფორმებისათვის არის დამახასიათებელი. მაგრამ თუ პირველივე გამოვლინების შემდეგ შესაბამის შევსებას დეფიციტისას ახორციელებს ახალგაზრდა ქალბატონი, ქალი, ეს პრობლემები გაცილებით უფრო ნელა ან ძალიან ხშირ შემთხვევებში პრაქტიკულად ისე გადაიფარება, ვერც კი გაიგებს ამას მის ირგვლივ ყოფი ადამიანები და თვითონ ქალიც. ჩვენ საუბრობდით იმაზე, რა უნდა მიიღონ ამ დროს ადამიანებმა. არსებობს რაღაცა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომელსაც უნიშნავენ ადამიანებს და ეს არ არის დაუშვათ წამალი, ანუ უბრალოდ წამალი კი არის შველის, ანუ უბრალოდ პროფილაქტიკა. კი ბატონო, კეთილი, მაშინ ალბათ ვიცი რომ იყიდება ყოველგვარი რეცეპტის გარშემო. და ზოგიერთი მათგანი ჩვენ უბრალოდ რო გვეჭვენ. ზოგიერთ მათგანს აქციაში ერთს რომ იყიდი, მეორესაც კი აყოლებენ. ეს ეგრეთ წოდებული ფიტო ესტროგენები არაზე თქვენ საუბრობთ, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ არის სინთეზირებული ესტროგენი, რომელიც საჭიროა მთელ რიგ შემთხვევებში, ხოლო სუბუქი ფორმებისათვის ფიტოესტროგენები, ეგრეთ წოდებული მცენარეული ესტროგენები, სწორედაც რომ გახლავთ, საუკეთესო საშუალება, რომლის მოქმედების არეალი, ანუ უბრალოდ დანიშვნის შესაძლებლობა ფართოა, თითქმის არ არსებობს წინააღმდეგ ჩვენება მისი დანიშვნისა და შესაბამისად მისი გამოყენება როგორც უკვე ვთქვით, ამ დეფიციტის სუბუქი ფორმების დროს ძალიან კარგად შეავსებს ხოლმე აღნიშნულ პრობლემებს და ხსნის აღნიშნულ დეფიციტს და ხსნის პრობლემას, რომელსაც კიდევ უფრო ლამაზი ფერებით შეუძლია შემოდგომა წარმოადგენს. ბატონ არსენ, ძალიან დიდი მადლობა. უბრალოდ მე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ ამ ჩვენი რუბრიკის ნახვა თქვენ შეგიძლიათ GPC-ის Facebook-ის გვერდზე, ამის გარდა იმედის დილის გადაცემის Facebook-ის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ კიდევ ერთხელ თუ გაგიჩნდებათ შეკითხვები, იცოდეთ რომ ყოველთვის ჩვენ ვსაუბრობთ და გირჩევთ, რჩევებს გაძლევთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მიიღოთ კვალიფიციური ადამიანის სპეციალისტის რჩევა და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართოთ და იყიდოთ დავუშვათ ასე თუ ის მედიკამენტი, რომელსაც მე ექიმი გამოგიწერთ. თავარი ჩვენთვის არის ის, რომ ჩვენ მივხედოთ დაავადებებს მანამ, სანამ ისინი დაგვეწყება. ანუ პრევენცია უკეთესი და თუ გამოგვეპარა გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, თავარია რომ თავარია ვიცოდეთ როდის, სად და როგორ მივმართოთ და მოუაროთ საკუთარ თავს. მიმართავთ არსენ გვენეტაძე გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, ის გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, არის გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი და თან კლინიკის დირექტორიც არის, რომელიც არ თავარი ამ ყველაფერში არის, რომ მე ვარ ექიმი. ჩემი საზრით ეს არის თავარი. ერთ შეკითხვას დაგისვამთ, რამდენ ადამიანში არის ხოლმე პროცენტი 100%-იანი განკურნების ან არ შემჩნევის აი ამ პრობლემის. გეთახვა. და ის რომ ვერ მიხვდნენ სხვები, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა, რამე თუ თქვენ მეკითხებოდით მამაკაცთან ქალის ჯანმრთელობა და ოჯახში მისი ბედნიერად ყოფნა და შინაგანი თავისუფლება მთელი მისი ოჯახის, მთელი მისი მეგობრებისა თუ ახლობლებისათვის არის სწორედაც კარგი დღის, ასე ვთქვათ, საწინდარი. ესტროგენ დეფიციტის შევსების შემთხვევაში მე თქვენ ერთი მაგალითიც მოგიყვეთ, აქ უბრალოდ ამის დრო არ აგვაქვს. პედაგოგები, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ზოგჯერ ხდებიან ხოლმე გარიყული ასეთი სიტუაციების მძიმე ფორმების დროს, ისინიც კი თავისუფლად
შეიძლება დააბრუნო თავის ცხოვრებაში და როგორც წესი ამბობენ რომ ექიმო თითქმის მეორედ დავიბადე. და ის რა დავუშვათ ამ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენონ არა ქიმიური პრეპარატი, არამედ მცენარეული, ალბათ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის. მე ვიცი რომ უკვე ჩვენებაც არა აქვს. დიახ, მე უკვე გითხარით რომ ასეთ მცენარეულ პრეპარატებს თითქმის პრაქტიკულად არა აქვს უკუჩვენებები, კიდევ ერთხელ ვაზუსტებ რომ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და თქვენი თანალამაზი კაბა სხვაგან რომ ჩაიცვა, იქ შეიძლება არ იყოს. აქ ის საუკეთესო. ძალიან დიდი მადლობა ბატონ არსენ, მადლობთ ჩვენ გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. მადლობთ. სამედიცინო რუბრიკის სპონსორია GPC. სასარგებლო რჩევები თქვენი აფთიაქისგან.